დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ყველაზე ემოციური დღე, ყველაზე დამუხტული დღე, ის რაც აჩვენა ათასობით ადამიანი ეროვნულმა სტადიონმა საპროტესტო მუხტით ქუჩაში გამოსული, რომელიც მოითხოვდა ხელისუფლების წასვლას. ძალიან ამაღელვებელი, ძალიან დამაფიქრებელი, თუმცა აქცია, რომელმაც ასევე დატოვა კითხვები. პირველ რიგში მე მინდა ამ კითხვით დავიწყოთ თქვენთან საუბარი. ხომ არ მოხდა ისა, რომ 26 მაისს ოპოზიციამ ერთხელ კიდევ გაუშვა ძალიან დიდი შანსი ხელიდან. გულისხმობ უამრავ ადამიანს ქუჩაში გამოსულს, რომელიც არაპირებდა დაშლას. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ესეთი შეფასების. მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები არსად არ წასულან, საქართველოში არიან. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, შენ ბევრი ილაპარაკე ამ დღის შესახებ. მე ვარ მონაწილე ყველა იმ გამოსვლების, ყველა იმ მიტინგების, ყველა იმ აქციების 86 წლიდან მოყოლებული, რომელიც საქართველოში ყოფილა. ეხლა 56 წელში ერთი წლის ვიყავი და არ მახსოვს რა ხდებოდა, თუმცა კადრები მაქვს ნანახი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის რაც 26 მაისს იყო, ძალიან სიმბოლური იყო საქართველოსთვის, ძალიან სიმბოლური იყო იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში და ჩემთვის ყველაზე სერიოზული პროცესი, რაც დღეს საქართველოში ხდება, ეს არის არა პოლიტიკა, არამედ საზოგადოების ჩამოყალიბება ნამდვილად შეგნებული, ღირსეული საზოგადოების, რომელსაც ესმის ქვეყნის ფასი და რომელიც აღარასოდეს აღარ გაყვება კერპებს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და სტადიონმა ზუსტად ეს აჩვენა. სტადიონმა ზუსტად ეს აჩვენა და 26 მაისმა მთელმა დღემ ზუსტად ეს აჩვენა, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო კერპების მსხრევა. და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე ფიქრობთ, ბატონო გოგა, თქვათ კერპებზე როდესაც არის საუბარი, მე არ მინდა ამ დღის მნიშვნელობას ოდნავ მაინც მიადგეს ჭრდილი რაიმე თუნდაც ერთი შეკითხვით, მაგრამ იგივე კერპებზე როდესაც არის, მე უნდა გავიხსენო უბრალოდ როგორი ემოციური იყო, თქვათ იგივე უცნობის მომენტი იმავე ეროვნულ სტადიონზე, ანუ იგივე საფრთხეები არსებობს. პოპულარობას და კერპთაყვანისმცემლობას ერთმანეთში ნუაურევთ. მე ვამბობ, კერპები ეს არის პოლიტიკური წარმონაქმნი საქართველოში, სამწუხარო და ხელში პოლიტიკოსებს როცა ატარებენ, თორემ მე მინახია ფეხბურთელებიც უტარებიათ ხელში და მომღერლებიც და ეს ნორმალურია. აი პოლიტიკოსები არ უნდა ატარონ ხელში და პოლიტიკოსები არ უნდა გადააქციონ კერპებად ის რაც მოხდა ყველა იმ შემთხვევაში, როცა უცნობი ყოველთვის ამბობს, რომ იგი არ არის პოლიტიკოსი, ემიჯნება, თუმცა ჩვენ ვნახეთ, როგორი ემოციით შეხვდა მას ხალხი ბუნებრივია. არ ბევრმა რავამ ითამაშა როსიქტილამდე ცემეს და მიუხედავად ამისა, მთელი საქართველო ფეხით მოიარა, იმუშავა იმან, რომ ეს საკანი ნომერი 5 არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პოპულარობის და ყველაფერმა ერთად. მე ვერ გეტყვით, რომ ეს მაინც და მაინც მოსაწონია ჩემთვისაც, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამას პოლიტიკური სარჩული და კერპთაყვანისმცემლობის სარჩული არ ქონია, დარწმუნებული ვარ და თვითონ გიას არ აქვს ეგეთ დამოკიდებულება ამ საქმესა. გასაგებია, ბატონო გოგა, მოდით ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც შეკითხვები დატოვა ამ დღემ. ყველაფერი იყო კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ემოციური და ძალიან შთამბეჭდავი. თითქმის წარმოუდგენელი იყო იმ დღეს ყველასთვის. პროგნოზის გაკეთებაც კი ძნელი იყო, როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები, თუმცა მოხდა ისე, რომ სტადიონიდან მიუხედავად არსებული ინფორმაციისა, რომ ხალხი თითქოს უნდა გაშლილიყო დედაქალაქში, რამდენიმე ცხელკერად არსებობდა ასეთი გეგმა ოპოზიციაში უცბად დაიძრა სამებისკენ, სწრაფად იქნა, რამდენადაც ცნობილია, მიღებული ეს გადაწყვეტილება ყოველ შემთხვევაში რამდენიმე დღიანი მსჯელობის შედეგად არ იყო, ხო ეს გადაწყვეტილება. მოდით მომიყევით რა მოხდა, რატომ გადაწყდა სტადიონიდან ხალხი წასულიყო სამებაში და რატომ მაინც და მაინც საპატრიარქოს გარშემო შემდეგ აი მოხდა ამ ყველაფრის თავმოყრა. იგივე პოლიტიკური ემოციების, ხელისუფლების, ოპოზიციის და ასე შემდეგ. რა მოხდა სამებაში? სამწუხაროდ ჩვენთან ქვეყანა ჩვენთან სახელმწიფო ჩამოიშალა, რეალურად სახელმწიფო როგორც ესეთი აღარ არსებობს, ყველა ის ასე ვთქვათ არგუმენტი, რომელიც ბატონ სააკაშვილს მოქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო დარჩა და არ ჩამოიშალა, დანგრეულია. არ არსებობს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც პასუხს აგებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. კაცმა არ იცის სად არის მიხეილ სააკაშვილი, საერთოდ მისი გარემოწვამაც და სადაც არ უნდა დარეკო, ვერავინ ვერ გეტყვის და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე არა ჩვენ არ ვეძებთ, კაცო, ბუნებრივია, მაგრამ ეხლა საინტერესოა მაინც, ხო, ქვეყნის პრეზიდენტობას იჩემებს ადამიანი და ხო უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ სად ბრძანდება. ვაჟბატონი, მაგრამ ნუ ამას თავი დავანებოთ. მე მინდა გითხრათ, რომ ამ თვენახევრის განმავლობაში 9-ში 2 თვე იქნება მას მერე რაც აქციები დაიწყო, ალბათ ყველაზე მწვავე, ყველაზე ვნებათა ღელვით სავსე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ხანგრძლივი პროტესტის ესე იგი 2 თვენახევარი. ესეთი უპრეცედენტო აქციების თვენახევრის განმავლობაში სააკაშვილი თბილისში იყო 1 კვირა. მთელი დანარჩენი დრო ის სად იყო, რას აკეთებდა, ნუ ჩვენ ვიცით, რომ თქვა ერთობოდა სხვადასხვა გასართობებით, ბოლოს 26 მაისს კაცი რო გაფრინდება ფეხბურთის საყურებლად, ეხლა ნუ მე ვფიქრობ ამაზე ლაპარაკიც ეხლა გაგრძელება აქვს. ხო როგორ აფასებთ ამას? არა, მე ამას შეფასება უპასუხისგებლობა, ეს არის
აბსოლუტურად ნათელი სურათი, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ აყავს. ყოველ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც უნდა ზრუნავდნენ საზოგადოებაზე, ვინც უნდა ასრულებდნენ იმ დავალებებს, რომელიც მისცა მათ ხალხმა, როდესაც მანდატი მისცა და არა მაშინ, როდესაც ის მანდატი დაისაკუთრეს გაყალბებით, უკანონობით და ბოროტმოქმედებით, აი ეს არის მაგის შედეგი. როდესაც უკანონობა, ბოროტმოქმედება და ძალადობა უდევს საფუძვლად რომელიმე გუნდის მოღვაწეობას და ამას მოღვაწეობას ვერ დავარქვევ. ამით კრახი 26 მაისი არის კრახი სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის. სრული კრახი. იმ ფონზე, როდესაც ეს იყო დიდი ზეიმი ქართული საზოგადოების, ისე ვიმეორებდა. ალბათ ისტორიული დღე და ამას მომავალიც შეაფასებს, იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი გამარჯვება იყო სამოქალაქო საზოგადოების. მე არ მაინტერესებს რომელი პოლიტიკური ჯგუფი გაემარჯვებს საქართველოში და ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში, ვინ ვის შეცვლის. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ საზოგადოებას ვეღარავინ ვეღარ შეცვლის. ამ საზოგადოებას ვეღარავინ ვერ დააბრუნებს კეფთაყვანისმცემლობის წუპეში, რომელშიც სააკაშვილმა ყველაზე მეტად ჩაითრია ეს საზოგადოება, იმიტომ რომ ყველაზე მიმდობი, ყველაზე იმედიანი, ყველაზე ასე ვთქვათ მომავლის შემყურე საზოგადოება ის იყო, რომელიც დახვდა სააკაშვილს და რომელმაც აირჩია სააკაშვილში, რომელმაც აირჩია სააკაშვილს და გულში ჩასცა, გულში ჩასცა მახვილი ამ საზოგადოებას, იმიტომ რომ წუპედ გადააქცია საქართველოს უკანონობის, ბოროტმოქმედების და მე მინდა გითხრათ, რომ 28 მაისი ამის უკანასკნელი წერტილი იყო. იმ წუთიდან, აი იმ თავდასხმას, იმ წუთიდან, რა წუთიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გარდაიქცევიან ბანდად, აიღებენ ხელკეტებს, ხელჯოხებს, კასტეტებს, დანებს და ქვებს და დაერევიან საკუთარ მოსახლეობას, იმ წუთიდან აღარანაირი ლაპარაკი სახელმწიფოებრიობაზე, მაგათმა კანონს გარეთ დააყენეს. თუმცა ისინი ამბობენ, რომ მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე, სწორედ მომიტინგები, გატევების ვაცად გამოყვანილი და ალაპარაკებენ 1000 სისულელეს, არსებობს კადრები. კონკრეტული, რომელიც შენცაგ აქ ნანახი მეცამად, სადაც ჩანს, როგორ არიან შეიარაღებული ის ადამიანები, ვიზეც ქალბატონის ღულაძე ლაპარაკობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ, აი როგორც კი ერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ხელში დავინახა რკინის კეთს, დამთავრდა. არა, იქ მოხდაო რაღაც ობიექტურები რომ ვიყოთ, მოდით გავიხსენეთ, შეკრება თითქოს სადარბაზოში. იქ მიდის დიდი ჩხუბი. ორ, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე დაჯგუფება შორის. ეს არის უკანონობა, ეს არის სრული, ასე ვთქვათ, კრიმინალი და როგორც კი ჩვენ გავიგეთ, რომ ამ კრიმინალის მონაწილეები აღმოჩნდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ახლა ჯერ გვირგვლიანიდან მოყოლებული ვიცით ჩვენ რომ ეგენი არიან კრიმინალები. დღეიდან და მე განვაცხადე ეს ოფიციალურად და დღესაც გავიმეორებ. ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირება გააკეთა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. ყველა გამოსული აქედან შედეგებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც მარტო საქართველოშია. პალესტინაშიც ტერორისტული ორგანიზაცია მაგალითად რითი დაასაბუთებდით მათ ტერორისტულ ორგანიზაციას. პირველი ამის ასე ვთქვათ, ნათელი მაგალითი იყო ბეჟან გუნავაზზე თავდასხმა ზუგდიდში. როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს თავდასხმა, რომელსაც შენ მაშინ იმედში მუშაობდი, თელმა მსოფლიომ უყურა, როგორ უსწორდებოდნენ დეპუტატს პარლამენტის აღმოჩნდა, რომ 3 კაცი აქედან იყო ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი და 3 პოლიციის თანამშრომელი. დამთავრდა ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, ლეგალურობა, მისი პოლიტიკურობა დამთავრდა 28-ში, დამთავრდა ვანო მერაბიშვილის სისტემა, როგორც სამართდამცავი, რომელ სამართლის დაცვაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც მაღალ ჩინოსნები კეტებით შეიარაღებულები და რკინის ჯოხებით ურტყავენ მომიტინგეებს. სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ბატონო გოგა დაგისვათ ესეთი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვა ხელისუფლება არ არბევს, მთელი ამ თითქმის 2 თვე გრძელდება ხო? ამ მიტინგებს თუ არ გავითვალისწინებთ, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ჩვენ ვისაუბრებთ, იმ ფაქტზე თუნდაც რომ არც ერთი ეს შემთხვევა არ არის გამოძიებული, მაგრამ არ არბევს, ეს ოფიციალურად დარბევას ვერ დაარბევ, მაგრამ არსებობს თუ არა ამის რეალური საფრთხე, როგორ ფიქრობ, ძალიან ხშირად სხვა შორის წინა გადაცემაშიც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ეს იყო ბატონი სუბელიანი, ძალიან ხშირად უსვამდა ხას შეკითხვაზე, რომ აი ჩვენ არ უნდა მოხდეს ისე, რომ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე. აი ეს ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები, ამ ჯგუფების, თქვენი მომხრეების და ვთქვათ გადაცმული იგივე სამართალდამცველების ჯგუფების შეჯახება არის თუ არა ამისი რეალური საფრთხე, რომ ქვეყანაში მართლა მოხდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ფაქტი და ეს არის ფაქტი, რომელსაც აქვს ფესვი. ეს არის ფაქტი, რომელსაც თუ დროზე არ იქნება მიღებული ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები და ამისთვის მე ისე ვიძახი, რომ ჩვენი სულიერი მამის და ამიტომ არის ერთადერთი ინსტიტუტი დღეს საქართველოში, რომელიც მთელი საზოგადოებისთვის არის ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მისი ასე ვთქვათ, დადგენილება.
პატრიარქი. და ყოველგვარი გამოკითხვებით იგი ლიდერობს არის პირველ ადგილზე, რომელსაც ვერავინ ვერ ეცილება. მაინც გონს ვერ მოეგო ეს ადამიანები, ისე ვიმეორებ, ჩემთვის კრიმინალები, ტერორისტული ორგანიზაცია, მაგრამ შვილები ხო ყავთ, ოჯახები ხო ყავთ. მე მინდა იმ ბიჭების აგერა მაქვს, მაგათი გვარები ეხლა დღესაც თავ მინდოდა სხვათა შორის და ყველას გვარი გვაქვს. ყველას ვიცით, საცხოვრობენ, ვინ არიან, რა საკეთებენ. აი ამ ბანდის წევრები, რის სამართავ, რომელ სამართალზეა ლაპარაკი. მე მინდა ისინი გავაფრთხილო, რომ პირველს მათ თავებს მოგვართმევს სააკაშვილი თასზე. როგორც კი იგრძნობს, რომ მისი, ასე ვთქვათ, რაიმე სახით გადარჩენის აუცილებლობა და მაგას გძნობს უკვე, იმიტომ არ ეკარება ამ დედაქალაქს და საქართველოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად გძნობს და სხვაებიც გძნობენ, რომ მათი დღეები დაწლ. როგორც კი ის დადგება იმ ალტერნატივის წინაშე, რომ რაიმე სახით თავი გადაირჩინოს და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას ბარტყების გადაგდება და პირველს ამათ გადმოუგდებს. და ეგ მინდა რომ იცოდნენ ამ ბიჭებმა, რომ პირველს თქვენ თავებს გადმოაგდებს, იცოდეთ, ვინც აი ჯოხებით, ხელკეტებით, გვისაფრთებით გწემთ და უამრავ უკანონობას და ბოროტ თქვენ ხო კანონს გარეშე დააყენეთ თქვენი თავი. ვერც ერთი პაგონი ვერ გიშვენით. და როგორც კი თქვენ გადადიხართ ქუჩურ ცხოვრებაში, იცოდეთ, რომ პასუხიც ქუჩური იქნება. არ გაგიკვირდეთ. დაგიპადიესდებენ კიდევაც, შეხვდებიან კიდევაც, პასუხსაც გაგებინებენ და აბაროტსაც აგიღებენ. ეს არის წესი. უკაცრავად, რას ნიშნავს ბატონო გოგა, აი ეს განცხადება აბაროტის აღებაზე, ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ადამიანს გვარები და სახელები, ანუ თქვენ აპირებთ ხა იქით. არა, მე არაფერს არ ვაპირებ, ბუნებრივია, იმიტომ რომ მე არა ვარ, თქვათ, იმ ასე ვთქვათ, მე სხვა პროცესების მონაწილე ვარ, მაგრამ ეს თბილისია, ამას თავისი და ნებისმიერ ქალაქში ესეა. არის ქუჩური ცხოვრება, რომელსაც ვერაფერს ვერ უზავ. ვერაფერს ვერ უზავ. ის თავისით მიმდინარეობს, მიდის ყველა ქალაქში, ყველა სახელმწიფოში, ყველა სისტემა. როგორც კი შენ როგორ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ როგორც კი შენ იმ წესებით იწყებ ცხოვრებას, იმ წესებით გაგეცემა პასუხი. როგორც შენ პოლიციელი იწყებ დაპადიესდებას და ჩუმად ხალხის წემას და აიკრავს სახეზე რაღაცას და იმ ხელკეტით გაუსწორდები ვიღაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, პირველი ვისთანაც მოუვიდა შეტაკება, რო იცოდეთ ეს იყო ჯგუფი ადამიანების, ვინც კონცერტზე მოდიოდა, რომელსაც არც ოპოზიცია აინტერესებდა, არც პოზიცია აინტერესებდა, გლდანელები იყვნენ თუ თემქელები, მოდიოდნენ კონცერტზე და პირველი არა, აბსოლუტურად არაფერ კავშირში და იმათ მოხდა და ეხლა იმათმა ეგრე არ არის ეს საქართველოა, ჩემო კარგო და აქ სისხლის აღება მოდის საუკუნეების მანძილზე და დღემდე არ არის აღმოფხრილი. დღემდე ეს იმიტომ კი არა რომ მუქარის ტონი ეს რეალობაა ეხლა მუქარა არ არის არ მომწონს მე ესა და ყოველთვის ამის მოწინააღმდეგე ვიყავი და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში მეცაც გეტყვით ეს არც გამიკეთებია და ჩემს გარშემო ჩემს შვილებს ჩემი შვილის მეგობრებს ამას ვასწავლი რომ თავად მოთმინება და პატიებაა კაცობა და არა აბაროტის აღება მაგრამ ეს რეალობაა ამ ქვეყნის როგორც კი შენ თავში კეთს ურტყავ კაც უნდა იცოდე რომ ის კეთი უკან მოკდება უფალი ამბობს რა რითიც ასე ვთქვათ რასაც მოიხმარ იმას მიიღებ რა რასაც დასთესავ იმას მოიმკი კარგად ანუ მერაბიშვილი თესავს ძალადობას თესავს უკანონობას თესავს ძალმომრეობას და მაგას მიიღებს უკან მაგას და მიიღო კიდეც ორი პოლიციელი არის დაჭრილი როგორ ფიქრობთ რომელიმე ჭკვად მყოფელი გინდა იმ ვთქვათ სახალხო პატრულიდან რომელსაც მთელი საქართველო იცნობს და რომელზეც ყველაზე დოსია არის უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში გინდა ის ადამიანები ვინც აქტიურად მონაწილეობენ მიტინგებში ახალგაზრდები ვინც ასე ვთქვათ აქტივისტები რომელიმე მათგანი ჭკუაზე მყოფი დანას იხმარდა ესე იგი ეს იხმარეს ადამიანებმა რომ თვითონ იმ მართმა მოგზაურმა ადამიანებმა არა მაგას არ ვეჭვობ არ ვიცი არ ამგონია რომ ეხლა მაგდენა თუ გადაერია მერაბიშვილი რომ საკუთარ პოლიციელებს აჭრეინებს ერთმანეთს ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა და ნუ ეხა ერთი პალატა გამოჩდება ორივესთვის მაგისთვისაც და მისასთვისაც მაგრამ მე რას ვამბობ ესე იგი აქ უკვე ჩაერია უკვე აღმოჩნდნენ ძალები ჩათრეული რომელიც არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკასთან და ვთქვათ აი ამ პოლიტიკურ უკვე აღმოჩნდნენ ჩათრეული რაღაცა კრიმინალური ძალები გინდა არ გინდა და ვინ არის ამის მოთავე მე ვინც აგზავნის ზონდერებს დასარბევად ძალიან მნიშვნელოვანია მინდა გითხრა წარმოიდგინე პირველი დარბევა ეს არის ბზობა მეორე დარბევა არის 6 მაისი ეს არის გიორგობა მესამე დარბევა არის ამაღლება შენ ვინმე დამაჯერებს მე რო ეს შემთხვევით ხდება თუმცა გიორგობის და ამაღლების შემთხვევაში მოდით ერთად გავიხსენოთ წეგან თქვენს ახსენეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება რომ ვთქვათ მოხდა აი მათი მხრიდან მომიტინგეების მხრიდან თავდასხმა 6 გიორგობას მოხდა ვთქვათ რაღაც კარგის დარღვევა ეხლა ის ზურაძე რას ლაპარაკობს ერთია შინაგან საქმეთა სამინისტრო თეთრზე შავზე ძახის და სააკაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო უტიაშვილის სახით დღემდე იძახეს რომ ომი მოვიგეთ მაგრამ ნუ ეხლა რას იძახიან მე ისე ისინი კანონ გარეშე დადგნენ მორჩა აი სწორედ ამაზე მინდა ბატონო გოგა დაგისვათ კითხვა თქვენ ახსენეთ წეღა რომ
მკვდრი მამა, რომელიც არის ერთადერთი მართლა ვისაც ყველა ენდობა. იქ დღეს გაიჟღერა ასეთმა რაღაც თემამ ვანო მერაბიშვილის ყოფნამ საკურთხეველში. საკურთხეველში არ ყოფილა? აი თქვენი პასუხი მაინტერესებს და რა ზეწოლა? ერთადერთი პოლიტიკური ოპონენტი ხელისუფლების, რომელიც იყო საკურთხეველში, ვიყავი მე. მეტი იქ არც ერთი პოლიტიკოსი ჩვენი მხრიდან არ შესულა. არ უცნობის გარდა. უცნობი უწმინდესმა თვითონ ასე ვთქვათ, დაუძახა უცნობს. მე შევედი სპეციალურად, იმიტომ რომ მე ცოტა გვიან მოვედი, დიდხანს მოვდიოდი და ეხლა მცხეთიდან მოვდიოდი, ფეხით დავიღალე რა, სტადიონზე მოვედი, მე სტადიონიდან სანამ იქ მივედი, ამიტომ მე ცოტა მოგვიანებით მივედი. თუმცა პატრიარქის მობრძანებას დავხვდი იქ უკვე. ძალიან ბევრი ხალხი იყო და შეუძლებელი იყო ეკლესიაში შესვლა, ამიტომ მე ვაჩერებდი ხალხს, რომ მეთქი არ, ამიტომ ჩემ თავს უფლება ვეღარ მივეცი შევსულიყავი ხა, სხვა საუბნები არ შეხვიდე, შე რატომ მიდიხ. ცოტა ხანში შევედი გვერდზის შემოსასვლელიდან, იმიტომ რომ დამიძახეს, მითხრეს რომ უგულავა მოვიდაო, მოვარდნენო, მოპრინდნენო მანქანებით და იქო რაღაცა შეხლა შემოხლას ჰქონდა ადგილი და ვიფიქრე, მეთქი ღმერთმა დაიფაროს ეს გაბრაზებული ხალხი, მეთქი და რა ხდება და შევედი საკურთხეველში და დაცვიანა იყო იქა. ყველანი მელაძე იყო, ის ხაბაზი იყო, ეს სამადაშვილი და კიდევ ვიღაც ბევრი იყვნენ ძალიან, კობასუბელიანი და ბევრი იყვნენ თავისი ასე ვთქვათ ამალი დაცვით რამე და ერთადერთი კაცი იქ ვინც იყო პოლიტიკური ოპოზიციიდან მე ვიყავი, მეტი არავინ. ანუ ვანო მერაბიშვილი იყო სამების ტაძართან პირადად ვანო მერაბიშვილი თავისი თანხლები პირით და ამალით და მე ვიცი რომ მანდ მობილიზებული იყო აი ზუსტად ის ზონდერები, გადაცემული ადამიანების ბევრი ჯგუფი და ის ასე ვთქვათ იმათ ხელმძღვანელობდა რომ საჭიროების შემთხვევაში ვთქვათ იქ ემოქმედათ ისე როგორც მე რა ზეწოლაზე საუბრობდა უცნობი მე რატომ გისვამ თქვენ ამ შეკითხვას იმ დღეებში თქვენ ერთად შემოიარეთ რეგიონები იყავით ერთად და თითქმის ყველაფერი იცით ყველა დეტალი ამ თემის რაზე საუბრობდა მე გავიმეორებ სიტყვით პატრიარქი პლენში ყავდათ მოხდა ზეწოლა რაზე საუბრობდა მითხარი იცით რა არის როდესაც მე არ ვიცი მე არ დავსწრები ვარ ბუნებრივია იმ ლაპ მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო რა შეიძლება მომხდარიყო და ეს არ არის ასე ვთქვათ დიდი სირთულე, როდესაც კრიმინალთან და ისევ ტერორისტთან აქვს საქმე, ბუნებრივია რომ ეხლა რა უნდა ეთქვა. მე ვიცი რომ იყო მთელი ასე ვთქვათ ერთი ამბავი, ესე იგი როგორც კი გამოცხადდა სტადიონზე რომ იქით მივდივართ პატრიარქთან საპატრიარქოში იყო მთელი აი მისვლა ბაქრაძეები, მერე დაურეკა სააკაშვილმა, მერე იყო ერთი ამბავი. ეთქობა, ხდებოდა შანტაჟი ჩვეულებრივი, რომ თუ თქვენ რაიმე სახით, ჩემი ვარაუდით, რაიმე სახით, ასე ვთქვათ, აგზნობინებთ ოპოზიციას და იმ ხალხს, ვინც იქ არის, თქვენ მხარდაჭერას და რაიმე სახით მათ შესაძლებელია, რომ ამას მოყვეს ძალიან ძიმე შედეგები. ეხლა ეს ბუნებრივია აბსოლუტურად, რომ ესე იქნებოდა, მე ვფიქრობ ვარაუდია, მაგრამ ალბათ ესე იყო და მე იმიტომაც არის ჩვენი სულიერი მამა და იმიტომაც არის ისეთი ავტორიტეტის მატარებელი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მე ამის მომსწრე ვარ. მთელ მსოფლიოში გამორჩეული ფიგურა რელიგიური არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ბატონ გოგა, ეხა აქ ვინმე რომ იყოს თქვენი ოპონენტი, აუცილებლად გეტყოდათ რომ რა არა აქვს ხელისუფლების წარმომადგენელსო უფლება მივიდეს სამების ტაძარში. სამების ტაძარში როგორ არა აქვს უფლება? შანტაჟის უფლება არ აქვს, თორე რა თქმა უნდა აქვს უფლება. მაგრამ არ უნდა რა თქმა უნდა შანტაჟი იყო. ეს იყო მცდელობა, ეს იყო გეგმის ნაწილი. ხაფანგები დაგვიგეს, ერთ-ერთი იყო ტელევიზიაში ხაფანგი დაგებული და მინდა გითხრათ რომ სპეციალური ჯგუფები იყო გამოგზავნილი, რომელიც რუსთაველზე ყვიროდა რომ ტელევიზიისკენ დავიძრა თქვენთან, აი პირველად ტელევიზიისკენ, თუმცა ცნობილი იყო რომ გაჭედილი იყო სპეცნაზით აკაურობა და ბევრად იმაზე მეტი ვიდრე სხვა დღეებში და ეს იყო ხაფანგი. და მე მინდა გითხრათ რომ ხაფანგი რომ მომხდარიყო რაღაც შეტაკება, ზუსტად ამ გეგმის ნაწილი იყო აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლა, იმიტომ რომ იმ დღეს არ იყო არც რელიგიური დღესასწაული რომ ასე ვთქვათ, კი ბატონო, ეკლესიაში როცა გინდა, მაგრამ როცა იცი რომ სტადიონიდან დაიძრა 10,000-ობით ადამიანი, არნახული მანიფესტაცია ხდება თბილისში და განწყობა ამ ადამიანებისთვის, მე ვფიქრობ, ეჭვს არავისი არ იწევს, ხო? და მანდ რომ მიდიხარ და სპეციალურად და თანაც იქ დიდი ჯგუფები იყო. ესე მარტივად არ არის ახლა ამას ცალკე გადაცემა უნდა რომ მთელი ანატომია ახსნა ამ ტერორისტების მოქმედების, მაგრამ ეს ასე ვთქვათ მე ვერ გეტყვით რომ დიდი ღრმა გონიერებიდან გამომდინარეა ერთადერთი მიზანი რაც გააჩნიათ ამ ხალხს რომ და წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება რომ ისინი იწოდებოდნენ ქვეყნის ხელისუფლებად რომ რაიმე სახის დაპირისპირება გამოიწვიონ. კარგით. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ და ვიდრე დაგემშვიდობებით ბატონო გოგა მინდა დაგისვათ ბოლო კითხვა. ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ ძალიან შთამბეჭდავი
ემოციურად და უამრავი ადამიანი ქუჩაში გამოსული, რომელიც ცდილობს, რომ თავისი ხმა მიაწვდინოს ხელისუფლებას. თქვენ როგორ მიპასუხებთ ესაა ჩემი ბოლო შეკითხვა? ამოიწურა ამით ის საპროტესტო ძალიან ძლიერი ტალღა, თუ წინ არის კიდევ ბრძოლის რაღაც ახალი ეტაპი? რატომ გისვათ ამ შეკითხვას? სიტყვა არ მისცეს შალვა ნათელაშვილის, რომელიც აშკარად განაწყენებულია, ვიცით გუბა სანიკიძის ეროვნული ფორუმის განწყობები და პოზიცია, ვიცით კონსტანტინე გამსახურდიას და იგივე ირაკლი ალასანია, რომელიც დღესაც ამბობს, რომ იგი ემიჯნება რკინიგზების მაგისტრალების გადაკეტვას და საჭირო არის დიალოგი. გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ ოპოზიციაში ხდება რაღაც ძალიან როგორც მთელ ქვეყანაში ხდება 2 წუთს თუ მომწევს. დასაკვირველი ეს ამ ბოლო შეკითხვა. ბუნებრივი, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია, იმიტომ რომ 26 მაისი იყო ეტაპი, უსერიოზულესი ეტაპი, რომელმაც აჩვენა, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ აყავს. არ აყავს ეს რაც ესენი იბრალებენ, ეს ხელისუფლება არ არის, იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც არ მონაწილეობს ქვეყნის პროცესებში, ის ხელისუფლება სად არის კაცმა არის ისე ვიმეორებ. ჩამოიშალა მთლიანად ეს სტრუქტურა და რაც თავარია საპროტესტო ასე ვთქვათ, განწყობა ქვეყანაში არის უზარმაზარი, რა რომ არც ერთი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ესეთი რამე არ ყოფილა, ნუ მარტო ბოლშევიკური, ასე ვთქვათ, მე ვფიქრობ. ეს ერთი. მეორე, პროცესები ბუნებრივია, ყველა მიხვდა, რომ სააკაშვილი დამთავრდა. ტექნიკური მხარეა დარჩენილი, ეხლა რა ფორმით იქნება, რა სახის არჩევნები როდის როგორ დაინიშნება, ამიტომ ეხლა ის ერთი მიზანი რჩება, მაგრამ ყველა მიფიქრა, მაინც ეს პოლიტიკური ორგანიზაციებია. ეს ხო საძმო არ არის და რაღაც საბიძაშო. პოლიტიკური ორგანიზაციებია. მიზანი დარჩა, მიზნის გარშემო ერთობა დარჩა, მაგრამ ყველა თავის გზის ძებნას იწყებს. მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი, რა ფორმით, რამდენად ასე ვთქვათ, შეხმატკბილებულად ერთმანეთთან ურთიერთობაში კეთდება. ეს ხო არის, შალვას რო სიტყვა არ მიცეს, მე მგონი ეს იყო შეცდომა, უგონდა არ იყო განზრახ შეცდომა, ამას სრული პასუხისგებლობით ვიძახი. ამის გამო შალვას ის ხატი მივეცი, რომელიც გზაში ვატარე და ერთი რამე მინდა გთხოვოთ, რა ეხა გია შემოვა ბარამიძე და თქვენ გაქვთ ესეთი ტრადიცია, რომ ერთმანეთს კითხვებს უსმენთ. მე ერთი ძალიან მოკლე მარტივი კითხვა მაქვს გია ბარამიძესთან. მე მინდა ვკითხო, მერაბ ბრატიშვილი მაგას დღესაც ნარკომანი გონია თუ ის პოლიტიკური პატიმარია? ეს კითხვა ძალიან მინდა რომ მოკლე პასუხი გაცეს. ეხლა იქ ლაბ დემაგოგი არ მინდა. ან კი ან არა, მერაბ ბრატიშვილი არის ნარკომანი, წყალწაღებული, როგორც ის წარმოადგინა იმ სასამართლომ, ვისაც ესენი თავისუფალს ეძახიან, თუ ეს არის პოლიტიკური პატიმარი? დიდი მადლობა.